სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაკურიანი ციდას ლაბორატორიული კვლევა დაასრულა. Როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ უწყებამ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით ინტოქსიკაციის შესახებ, რომელსაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა და საკითხის მოკვლევა დაიწყო. ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ კი სააგენტომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ბაკურიანი ციდას წყლის ნიმუში დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა ბავშვის წყლის ბაკურიანი ციდას სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 4 თებერვალს ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომელიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გააგზავნა. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობაზე, სუნზე, გემოზე, სიმღვრივეზე, წყალბადის მაჩვენებელზე, ხისტეზე, ქლორიანობაზე, საერთო მინერალიზაციაზე, ტყვიაზე, კალიუმზე, რკინაზე, სპილენძზე, თუთიაზე, პრემანგანატულ ჟანგბადობაზე. კვლევის შედეგად შეუსაბამობა არც ერთ მაჩვენებელში არ აღმოჩნდა.